მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს მინდა სწრაფად გავცე პასუხი კითხვას, რა უშლის რეალურად ხელს თქვენს ურთიერთობას. მათ ვინც პაუზაში ხართ და ეხლა საერთოდ უკონტაქტობა გაქვთ და გაინტერესებთ ხომ რა არის მიზეზი, რაც უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას. ნახოთ აბა. რამდენი წამოვიდა, ერთი არკანით მინდოდა მეთქვა, მაგრამ რა უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას, ჩემო ძვირფასებო და ეს არის ის, რომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა თქვენთან ურთიერთობა დაესრულებინა და დაესრულებინა მძიმედ, ისე რომ თქვენ არ ჩაგაყენათ საქმის ყურში, რას აპირებდა ის რეალურად, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო ისეთი სიმტკიცით, რომ უკან დასახევი საშუალებაც და გზაც არ დაიტოვა. რეალური მიზეზი კიდევ აქ იყო დაშორების, არა მხოლოდ მისი გადაწყვეტილება, ჩემო ძვირფასებო, არამედ ის, რომ ფიზიკურად შეიძლება თქვენ იყავით ერთმანეთისგან შორს, დისტანციაზე, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე იყავით, ყოველ შემთხვევაში თქვენ შორის იყო ძალიან დიდი მანძილი, რამაც გამოიწვია ურთიერთობის ერთ ადგილზე გაყინვა და გაციება, ჩემო ძვირფასებო და უფრო მეტად მისი მხრიდან მოხდა ეს და მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის გადალახვა ძალიან რთული იქნებოდა მისთვის და ამაში ძალის და ენერგიის ჩადება მას არ სურდა, რადგან ეს ზედმეტად მძიმე იყო მისთვის, ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა იყო, რის პასუხისმგებლობის აღებაც მან არ ისურვა, ჩემო ძვირფასებო და ჩხუბს და კამათს და რაღაცა სკანდალურ დაშორებას და გარჩევებს, მძიმე გარჩევებს მან არჩია, რომ ჩუმად გაცვლოდა სიტუაციას, ისე რომ თქვენ დაეტოვებინეთ გაურკვევლობაში, ჩემო ძვირფასებო, რამაც მართლაც დაგტოვათ გაურკვევლობაში და შესაძლოა ზოგი თქვენგანი თვეების მანძილზე ეძებთ პასუხებს, რატომ მოიქცა ეს ადამიანი ასე, ამ ადამიანს ეს გადაწყვეტილება სრულიად გააზრებული ჰქონდა მიღებული, ჩემო ძვირფასებო და მან არჩია მწვავე დაპირისპირებებს ეს ურთიერთობა უბრალოდ დაესრულებინა, რადგან თქვენ შორის დისტანცია, ფიზიკური კავშირიც და ასევე სულიერი კავშირიც ძალიან გაიზარდა, იმდენად გართულდა ურთიერთობა, რომ უბრალოდ ამ ადამიანს ამ ყველაფრის დატოვება მოუნდა. ეს იყო ჩემო ძვირფასებო, რაც მე თქვენთვის მინდოდა მეთქვა, უფრო სიღრმისეულად, ვისაც გაქვთ ესეთი პერიოდი ცხოვრებაში და ვისაც გეცნოთ სიტუაცია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად საკონტაქტო, ყველა ინფორმაციას მივუთითებ მე აღწერაში და უფრო კარგად და დეტალურად შეგვიძლია სიტუაციის გარჩევა. მე თქვენ გელოდებით. მადლობა რომ მისმენდით.